მომიყევი შენი ახალი სახლის ამბები როგორ მოეწყეთ? გოგო, კარგად, ძალიან კაია მოეწყეთ უკვე კარგად, ყველაფერი შევიძინეთ. არა, 25 კილომდე იზრდებიან, წესით ეგ კატეგორია ჩაუჩოვები. բայց უკვე ფეხებიათ და პატრონს არ გავს. ვიცი რა უნდა გითხრა, როგორ ამოღამებ ესე უცებ ცეკვებს TikTok-ისთვის, იმიტომ რომ ძალიან გოგო, TikTok-ის ცეკვები ჩემთვის ხა მაგალითად ძალიან მარტივია, როცა პროფესიონალი ხარ, ანუ ხო ერთია ესე, როგორც ხა შენთვის მეიქაპის გაკეთება მაგალითად. TikTok-ის ალგორითმი ასეთ ისე დავამოყავენ და Reels-ი ცოტა ჯერ კიდევ ამოუცნობია და შენი ყველა ძალიან ისე წავიდა. სადაც ვიო მონაწილეობს, აი. არა, ვიო, კი. სადაც ხშირად გამოაჩინე. ჯოკერი მყავს. სად არის მიმტანი? ხო, სად არის? დავიღალე რამშია. უკაცრავად მოგვაქციეთ იქნებ ყურადღება. გისმენთ? ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ მალე იქნება. კი ბატონო, აი რაღაც პრობლემა იყოს ამ ველოდებით. მესმის ხალ ბატონო, ძალიან მალე იქნება, აი და ამდენი კერძი შეგიკვეთით, არც ერთი არ არის ჯერმსა. მესმის ხო გითხარით უკვე ერთხელ არა, იქნება ძალიან მალე და აი და აზრი აქვს სამოპრაქტიკო. მაშინ მენეჯერს რო დაუძახოთ შეიძლება. ნამდვილად იქნება? კი. თქვენთან აზრი არ აქვს, ხალხს არ აქვს. კი ბატონო. გამარჯობა. რა ხდება უკაცრავად? ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ საჭმელს ველოდებით ძალიან დიდი ხანია უკვე და. აი მე რატო ამ პრობლემების გამო მე მინდა რომ შემოგთავაზოთ დღევანდელი საღამო სრულიად უფასოდ, მაგრამ გარდა ამისა, ჩვენ დღეს გვაქვს ბრძოლა 10,000 ლარისთვის. იქნებით თანახმა რომ მიიღოთ მონაწილეობა. და რა არის პირობებიანი? პირობებს ნელ-ნელა გაგაცნობთ, მენიუ შემოვა და ყველაფერს თანმიმდევრულად. თავარია მენიუ შემოვიდეთ ჯერ. კი. მე მაინტერესებს რა. მეც ვწდიდი. ესე იგი, ყველა მზად ხართ, როგორც მე ვხვდი ხო? ძალიან დიდი მადლობა და ისინი მზად არიან, მეგობრებო, ეს არის ბრძოლა 10,000 ლარისთვის. დღესაც კვლავინდებურად გვეყოლება ერთი გამარჯვებული, რომელიც მიიღებს მონაწილეობას ფინალურ ეტაპზე. ვასასთან და ზიპერასთან ერთად. გამარჯვებული გახდება ის, ვინც ბოლო დატოვებს ჩვენს რესტორანს. პირველი სტუმარი, ჰიპ-ჰოპის დიდოსტატი, ჟვაჭკასავით მოქნილი და წელვადი, ანსამბლი ქუთათურების ქორეოგრაფი ანი ლოლაძე. მეორე მონაწილე, ადამიანს, რომელსაც ყველაფრისგან შეუძლია მაკიაჟის დამზადება. მისი სახის კანი უძლებს 5 ფენატონალურს. ყველასათვის ცნობილი თაკო საზინა. დიდი მადლობა თაკო. მოგზაურობისთვის. მესამე მონაწილე, ჰანგრიმენის ფერების აღებისთვის და თმაში შეზავებისთვის ორჯერ ნასამართლები ხის დედოფალი. მელაკუდა სპიერი ელენიკო ფოქსი. და მეოთხე მონაწილე, ინსტაგრამის ხალხმეთი, რომელმაც ცხოვრება კონტენტად აქცია 1,300,000 კაბის მფლობელი, არც ერთი დასული კაბა შაურმის ცხიმსოკით, ეს არის ანანო სახელაშვილი, მივესალმოთ მას. დიდი მადლობა ანანო. დღესაც დაუსრული კაბით არის შემოსილი. დიდი მადლობა ამისათვის. ნიკანორ, ყველას ჩამოვართვი ტელეფონი თუ შეიძლება. აუცილებლად. მოგნიშნავთ და ეხლავე. დაგთაგავთ. მოკლედ, სანამ ნიკა დაიწყებს ახსნას თუ რა ხდება პირველ ტურში, ნიკა შემოიტანს 4 ლანგარს და დანარჩენზე უკვე თვითონ მოგახსენებთ. პირველ რაუნდში თქვენ უნდა აირჩიოთ ლანგარი და შემდეგ თვითონ დაინახავთ, ვისი შეჭმა მოგიწევთ, რაც არ უნდა იყოს, უნდა მივიღოთ. ნახევარი მაინც. მაგრამ აქვე დავამატებ, თუ რომელიმე ვერ შეძლებს ნახევარი კერძის მირთმევას, ავტომატურად გამოეჩება ჩვენს რესტორანს და შეგიძლიათ მიბრძანდეთ აქედან. ეს მინდა მე. კი ბატონო. ანუ ვისაც ანუ ეს მარტივი არჩევანი. მეგობრებო, 1 2 3. აუ, კაია. ჩვენი კაია მე. ანანოს შეხვდა ლოკოკინა, როგორც ხედავთ. დელიკატესი ნამდვილად. გოგოებს შეხვდათ ქათმის სალათი და ფრეშ სალათი. ანი შეხვდა ბაყაყი. დიდი სიამოვნებით შევიდა. ძალიან გემრიელად. ბაყაყი? არა, არ იქნება თუ. ნახევარი როგორ ითვლება? ანანო უნდა მირთვა 3 ლოკოკინა, 3 ფეხი მიიღე, 4 ფეხი. ლოგოკინა და შეიძლება ამოიღო. ერთი შევჭამე. როგორი არის მოყევით?
მართლაც ის გემოგონი. გემრიელია. არც ვიცი რანაირად უნდა ვჭამ. იცი როგორ ქენია, ესე დაიჭი და ამოსრუბე. ო, ძალიან ცუდია, ვაფშე არ არის ეგეთი კაი. არა. აუ მე ძვლები მაქვს ძალიან ბევრი და აქ ვიღებ რამე. აუ! კარგი. რა ყაპური გაქვს. მე მინდა რომ ბოლომდე ვჭამ. აი ეგეთი ცუდია ხო? ძვლებია, ჩვენ თვითონ ვარ ძვლებია, შეხედე. ჯვალი სამ. ფეხზე არ ადგიანი. ანუშკი, შენსკენ ვარ. всё. სამწუხაროდ ერთი ცუდი ამბავი მაქვს, რომ სითხეს ვერ მიაყოლებ. მე მგონი კარგად დაიწყო. კარგად დაიწყო. ამ შემთხვევაში მოდი ვთქვათ რა, რომ ანანოს საკმაოდ გაუჭირდა, მაგრამ ნიკანორ, მიდი ალაგე ხა. ძვირფასო სტუმრებო, როგორ თუ არა ისე, რომ თქვენს გართობაზე და გამხიარულებაზე არ ვიზრუნოთ, ამიტომ გვაქვს ჩვენ სპეციალური შოუ პროგრამა. მე დღეს პირველ სტუმრად მინდა მოვიწიო ჩვენი უდიდესი ვარსკვლავი და მომღერალი ბატონი გურამი. დიდი მადლობა. წმინდა სანთის ხევიხარდა ჩამქრალი ღიმილი ხარ და არავის სულ არავის არ რესტორანში ხომ ღერიან ხოლმე და თეთრი ხარ და იმიში ხარ ვინ შეჭდება იმისი ხარ შენს ლოდინში სიჯაბუკე შემახმარ სადღაც მიდის თეთრი რაში სადღაც მიდის თეთრი გადი ყველაფერში გამნაშავე შენახარ ბრავო. გავაცილოთ ბატონი გურამი კიდევ ერთხელ აპლოდისმენტები. დიდი მადლობა. ნიკა. დრო დადგა ჩვენი უსაყვარლესი მეგობრის ვისი აბა თუ გამოიცნობთ. ნატახტარის ტურის. როგორც ხედავთ, განლაგებულია ნატახტარის ქილები, სულ არის 5-5 კილა. თითო ადამიანი ეჯიბრება ერთმანეთს. პირველი ნახევარფინალი, ხოლო შემდეგ გადადის ფინალში და გამარჯვებული შესაბამისად გადაწყდება იქ. პირველი დაიწყეთ თქვენ. აქეთ იქით მდგომა ადამიანებმა რა ხდება ახლა? თითოეულს გაქვთ 10 ტყვია. გამარჯვებული იქნება ის, ვინც პირველი წააქცევს 5-ვე კილას. წარმატებებს გისურვებთ და ანანო იწყებს პირველ სროლას. ისე დაუმიზნა რომ აშკარა იყო. და მაგისე. არ წაიქცა. პირველი, ერთი და ესე იგი ამბობთ. ბრავო! ანი ლოლაძე. რა თქმა უნდა, ჩვენი ფორმაში ხარ. მეოთხე სროლა. სულ სხვა რაღაც მოხდა. განმეორებაზე ნახეთ, სხვა ბოც გარდა და სხვა წაიქცა, რა თქმა უნდა, იქნება. ბრავო, გოგონები. ხარ შესანიშნავ ფორმა. გუგა შუქი როგორ ვერ ჩააქრე. აი. და მე მგონი, ანანო ეს თუ წააქცია ამ რაუნდის გამარჯვებული ხარ. და ანი ლოლაძეს აქვს მიზერული შანსი, რომ ერთი ტყვით ჩამოაგდოს ორივე და საერთოდ აცილო არ აუშვეს. ნატახტარის ტურის პირველი გამარჯვებული არის ანანო სახელაშვილი. გილოცავ. ახლა ვარკვევთ მეორე ფინალისტის ვინაობას. სამწუხაროდ სუდად გაისროლა აშკარად. მიზანი მიმართულად ისროლა აშკარად. 10 თაკომაც მოემზადე პირველი კილისთვის. აი, ოცი. ოპა! თაკომ გახსნა ანგარიში. სამწუხაროდ თაკოს აქვს შანსი დაწინაურდეს. ნახეთ, ხერხს მიმართა წინ გაწია იარაღი. ელენიკო მიბაძა მას, მეოთხე სროლაზე წავიდა. ერთი სროლი 3. ერთი სროლით 3 ჩამოვიდა. შანსი არ მაქვს არანაირი. აქ როგორ არა. კონტროლკა იყო. ვაიმე ქონდა შანსი ორი შანსი იყო. თუ ელენიკო ვერ გაისვრის შესაბამისად. ბრავო. High five.
ორს შვებოდი. ფინალური რაუნდისთვის გვაქვს ასეთი რამ. 10 სროლას მიყოლებით ისვრის ანანო. შევხედავთ, რამდენ სროლას ჩამოაგდებს ყველას, თუ ვერ ჩამოაგდებს, საბოლოო ციფრს დავაფიქსირებს. ამის შემდეგ დაიწყებს ელენიკოს სროლას. წარმატებები და შეგვიძლია დავიწყოთ. 1-დან 1. ოპა. არა, ახლა. ხოჩა. 3-დან 2. 3-დან 2. საოცარი მიზანი აქვს ამას. 5-დან 4. ვაიმე! 5-დან 4. 6-დან 6-დან 4. 7-დან 4. 8-დან 4. 9-დან 4. ბოლოს როლა გაქვს. 10-დან. ელენიკო, შენ გაქვს შანსი 10-დან 5-ვე თუ ჩამოაგდე, ავტომატურად მოიგე. 1-1 სწორი იყო თორნიკე. 2-2. ოპა. აი, 3-2. აი. მაინც განიმტკიცადი. 2. შუაში გაძვა ასე. ხოჩა. 6-3. ვაიმე, ანანო. ოპა. 7-3. 7-4. და განიმტკიცა, 8-4. 9-4 და გადაიხადი. ვაიმე. გამშვიდია ნუ მე. არა! Golden goal. თითო ნატახტარის ქილა არის ახლა მოთავსებული. გავამხნევოთ მეგობრებო მონაწილეები თუ შეიძლება და წარმატებები ძალიან კარგი საჩუქრისთვის წინ. 1-1. ოჩა ყანა. ელენიკო, თუ ვერ გაარტყი, მეორე ადგილზე გადიხარ, მაგრამ უნდა გაარტყა. აი სამაში მესწორი. ისე თითო სროლა, ანანო მზად ხარ? ვაიმე. 100 და ელენიკოს პირველად აქვს. მას პოინტი. აბა, ისევ გადამწყვეტი სროლა. აი. შეღავათი არ არის მოიწევ. ეგარი! გამარჯვებული ელენიკო! ნამდვილი ტყის დედოფალი! მივახლოვდა კულმინაციას ნატახტარის რაუნდი და გამოვავლინოთ გამარჯვებული, ეს არის ელენიკო ფოქსი. გილოცავ, შენ გახვედი პირველ ადგილზე და მიიღებ საჩუქარს, რაც ჩვენს უკან არის მოთავსებული. კი ბატონო. მეორე ადგილი არის ანანო სახელაშვილი, რომელსაც გადაეცემა, შენ მიიღებ ტუალეტ ქარდს. შესაბამისად. ნებისმიერ დროს შეგიძლია ადგე, გახვიდე, მოითავო ნებისმიერი საკითხი და დაგვიბრუნდე უკან. გადაეცემ. გილოცავ. აი ეს ტუალეტ ქარდი შენ. ეს ანი ლოლაძე არის მესამე ადგილოსანი. ის მიიღებს სამშოთ არაყს, დაისჯება ოდნავ და ცოტა. რაც შეეხება თაკოს. თაკო. აირჩიე. ან მწვანე ფერი, ან იასამნის ფერი. მისი თმები შეიღებება შესაბამის ფრად. ხო არა. საკმაოდ ძლიერი. დაგასხავთ. მოდი მივყვეთ ახლა პირველი ადგილიდან. აირჩიე თაკო ფერი. შეგიძლია გაეცნო მანამდე შემადგენლობას. იასამნის ფერს მიღება. ნახოთ, რა საჩუქარი გადასცა ნატახტარმა. ელენიკო ფოქსა ეს არის! ნებისმიერი ნებისმიერი სასტუმრო ორი ღამით, რომელსაც დაადებ თიც ან მაუსის კლიკ შეგიძლია აირჩიო და პარაგრაფში წერდი. გარემ ხატია და შეგიძლია მიულოცოთ. აურა კაია. შეგიძლია აღმართო ნებისმიერი სასტუმრო ორი ღამით. ტუალეტში გადი. დაგპატიჟებდი. კი ბატონო. და როგორ ეგეთ არის დამორჩეული. ეს ერთ ნამდვილად 5 წუთი იყო მხოლოდ ბოლომდე. ვაი. მოდი გავამხნევოთ ანი რა. ანი. ბრავო, ნამდვილად აღარაფერი არ ასწრე ამაში. აი მე დედა. კაია, ეს დავამუშავებ ამ მე. მაგრამ მოგიხდა. მე არ შემასხა.
ჩოლკებზე ბოლომდე. ღმერთო სადვარ. ჩოლკა უკან ხუთი შეუღები ბიჭო. ნელა არ გაინდა რაღაც საფათოს აკეთებ. აიას. გოგო დავაყენეთ. ისტორიული მომენტი ჩვენ გავუკეთეთ მაკიაჟი ქალბატონ თაკოს. გოგოებო, ვიცი რომ დაიღალეთ და ახლა ჩვენ სცენაზე მოვიწვიოთ ჩვენი ლეგენდარული მუსიკოსი გუგა. ბრავო! ანის შეთქვა გრადუსი თავისაშუება, გრადუსი მაიჩინა თავი, ამიტომ მე მინდა ანი მოვიწვიო სცენაზე. ხო. მიეცით შარვალი მივართმოთ. კარგია, მადლობა. გავაცინოთ, დიდი მადლობა გენაცვალეთ. აპლოდისმენტები, დიდი მადლობა გულა, ნახვამდის. ახლა გავერთეთ, ვიმხიარულეთ და უკვე დრო არის რომ გადავერთოთ მესამე რაუნდზე. ჩვენი მიმტანი ნიკა შემოგთავაზებთ საუკეთო ზღვინოს ჰანგრიმენის რესტორანში, ცოტ-ცოტას დაგისხავთ და აგემოვნეთ. წარმოვადგინოთ ბატონი თამადა, გთხოვთ. ბატონი ხვიჩა, ეს არის ჩვენ გამოცდილი თამადა. ცნობილი თამადა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პროფესიონალი. თქვენ ეჯიბრებით ერთმანეთს, რა თქმა უნდა, სადღიგრძელოს თქმაში. ჩათვალეთ მე მოვიგე ეს ტური. ბატონი ხვიჩა შეაფასებ თავისი პროფესიონალური თვალით. სადღეგრძელო უნდა იყოს, რაც შეიძლება. თანამედროვე და მამა პაპურის სინთეზი. რასაც თვითონ ბატონ ხვიჩას? ხვიჩას ყველაზე ძალიან მოეწონება. და მე მიკროფონს გადავცემ პირველ მონაწილეს, ეს არის ანი ლოლაძეთი დავიწყებ და მივყვებით ანანომდე. ჩემო მეგობრებო, პირველ რიგში გაგიმარჯოთ იმის გამო რომ ჩვენ აქ ვართ. მადლობა Hungry Men-ს. მე მინდა ვთქვა სადღეგრძელო რწმენაზე. ჩემთვის სიყვარული არის და მე მინდა ამ ჭიქით თქვენ გაგიმარჯოთ. იმ რწმენას და იმ მიღწევებს გაუმარჯოს, რომლისთვისაც ვიბრძოლოთ ყველამ და იმ რწმენისთვის, ისაც გავჩნდით და რაც არის ჩვენი დანიშნულება. ამ ჭიქით გაუმარჯოს ამ მიღწევებს და რწმენას. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ძალიან დაგბურძულა მართლა უმეტესობას. შემდეგი არის ელენიკო. ჩემო მეგობრებო, მე ანისავით ალბათ არ გამიგრძელდება. პატარა ის ვარ. ვიმჭერმეთ ყველემ. დავთიხავ. ანისავით ნამდვილად ვერ ესე კარგად. მაგრამ ახლა აწესია. თამადას. დაგდი გარეთ. როგორ ეგრე ველაპარაკებით ჩაკჭერი. გისმენთ ბოჯიშით მაბადიეთ. მოკლედ, როცა ბავშვი იბადება, დედას ესმის პირველი ტირილი. შვილი დედას ემშვიდობება და ამ დროს ხედავს წარსულებს. ამ დროს შვილი ტირის და ამ ორი მოვლენით მე მინდა თქვა სადღეგრძელო პირველი და უკანასკნელი ცრემლის ცხოვრებას და სიცოცხლეს გაუმარჯოს. ბრავო, ნამდვილად. კარგი, მოусმინოთ თაკოსას. ამ ჭიქით მე მინდა ჩვენს სამშობლოს გაუმარჯოს. ყველაზე მებრძოლ, ყველაზე ქართველიერი არის ერთ-ერთი ყველაზე მებრძოლი, ყველაზე კეთილი, ყველაზე გვერდში მდგომი და მე მჯერა რომ ეს ოდესმე დაგვიფასდება. ბრავო. საკმაოდ დიდი კონკურენცია, ძალიან კარგი სიტყვები. ერთიც დაგვრჩა და და კითხოთ, სადაური ბრძანდებით ბატონო ხვიჩა? აბაშიდა. თქვა გგალეთ. მოდით მე პირველ რიგში მე აფხაზეთიდან ვარ და მინდა გაუმარჯოს გაერთიანებულ საქართველოს და ახლა მომავალში რომ დაუბრუნდეთ ჩვენს მიწა-წყალს. გიროვორდათ მაგაროვორდათ. შეიძლება თქვენ უფრო მოკლე სადღეგრძელოები მოგწონთ. დიდი მადლობა. საკმაოდ მნიშვნელოვანი მომენტის დრო დგება.
ბატონი ხუჩა წყვეტს ფაქტობრივად თქვენს ბედს. ბატონო ხუჩა ძალიან მნიშვნელოვანია რომ იყოთ კომპეტენტური. ძვანია. კარგით, დავიწყოთ ნელ-ნელა შეფასებით მოგესალმებით ყველას. ყველანი კარგები იყვნენ, არა, მე პირველი ადგილი მინდა მივანიჭო თაკოს. პირველი ადგილი თაკო. მეორე ადგილი მინდა ანის ხო? ანის გადავწე. ისეთნაირად ახსნა, მაგრამ ახლა პირველ ადგილზე ვერ დაგაყენეთ, იმიტომ რომ სამშობლო სადღეძრო ყველას ვიხარია, ჩვენი ტკივილია და მესამე ადგილზე ბოდიში ვარ, მაგრამ რა ვქნა? მე მეოთხეცარ მეწყდებოდა. ანანო გავიდა მესამე ადგილზე ესე იგი. და მეოთხე ადგილზე ნაკლებად კარგი სადღეგრძელო იყო ელენიკოსი. სავარაუდოდ იმან გამოიწვია რომ შენიშნა მიეცი თამადას. ეს ყოველად დაუშვებელია დიდ სურათზე. ანუ არა, შენ თამადას მოუწოდე გაჩუმებისკენ და ეს არის სუფრიდან გასვლის ტოლფასი. ამიტომ დამსახურებული მეოთხე ადგილი. აბა დაგლოცავთ მანდილოსნებო, დღეგრძელი იყავით, ყველანი კარგები იყავით და ყველას გისურვებთ გამარჯვებას. აი ხარი. დიდი მადლობა. აი, ასე დაგელიოთ თქვენ. დაგეცალოთ. ბატონი ხუჩა არ უნდა გაგიბრაზებინათ, იმიტომ რომ ხდებათ შესაბამისი სასჯელები. თაკოს აქვს პრივილეგია, რომ აირჩიოს ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც გადაიღებს ბატონ ხუჩასთან ერთად სურათს. დაწერს სადღეგრძელოს. დაწერს სადღეგრძელოს და გამოაქვეყნებს თავის Instagram. უნდა აირჩიო ერთ-ერთი ადამიანი, რო გაქვს მოსაფიქრებლად ვის გაწირავ. აიჭირე ზემოთ და არ ნახო. არავინ არ ნახოთ. ეს რა ხატია. შეგიძლიათ ნახოთ. არაფერი. Instagram პოსტი შეხვდა ანანოს და ეს ცუდი მაგიაჟის ნიმუში სამწუხაროდ შენ. თაკო, მოვიდა დრო იმისა რომ აირჩიო ერთი ადამიანი. ნუ ანანო გამოვირიცხოთ, იმიტომ რომ ის ეძებს პოსტს. კი ბატონო. რადგან ელენიკო მაწყენინა ბატონ თამადას. მოდით ამ პოსტით შევარიგოთ. ანდრეას გამოვაქვეყნე. პოსტი დადებულია, თავანი ჩაბარებულია, ვიდეოშიც უკვე გვეცოდნება რამდენი ლაიქი მოაგროვა ამ პოსტმა და Listen to me now. გადავიდეთ თორნიკე უკვე მაკიაჟზე. წერებს იპარსაო? ეს ჰაილაითერი არის ტონულის ქვეშ წასასწრელი რო იწება. შენთვისვე ჯობია, თუ ცუდ მაკიაჟს გაუკეთებ, შეიძლება დეპრესია დაემართოს და გავიდეს თამაშიდან. კარგია, კარგია. სწორია. სწორია, ოჩა, როგორი კაცკრისი გამიკეთა. ეს ერთი თვალი. კარგია, კარგი, გუიგე. სწორია, ცოტა მარცხნივ. ოი, დაათხია ეს. კარგია. კი ბატონო, ცოტა აგრესიულია შეიძლება. ოი. რა კარგია, რა კარგი. ეგ არის ასრულდა. აკილე. შეიძლება ჩავიხედა. აქამდე რატო არ გიფიქრე? ეხლა ისეთი ხედავი და გულმები და ვარიზაზე. მე და თაკო. ძალიან უხდებით ერთმანეთს. ჩემი ჯობია. მოდი გადავიდეთ ჩვენი მეგობარის აჭარაბეთის რაუნდზე. ეს არის ესეთი გასართობი თამაში, რომელიც შედგება აჭარების არენაზე. თამაში მიდის 5 გოლამდე. დად ვარ? კი. 3, 2, წავიდა! რა ხდება შეტევა. კარგი სეივი განახორციელა ლოლაძემ და პირველი გოლი გაიტანა ერთმანეთს. შანსი გონდა 2-0 ამ სპორტში უბადლო ნამდვილად ანი. აი გაგამო 3-1 შეგახსენებ თამაში მიდის 5 გოლამდე. დავაგრძელოთ. ვაიმე, შეტევა.
და 4-1 აშკარად ნავარჯიშები ამოვა. ხომ არ იყო ცენტრიდან გადასვლა? ცოტათი შეამცია სხვაობა 4-2 ელექტრიკო. ანგარიში ძალიან დაძაბულდა. 4-3. 3 უკვე. ავტოგოლი. სეივი. ბატონო დავიდა 4-4. აი თამაში მესმის. გადმოვიდა. არა, არ გააჩერა, არ იფლება, შუაში ჩავაგდებ და შევიდეთ დაიწყო. სადაობურდი. გაიტანა ეხა სამართალი. ანი ლოლაძე მოიპოვა გამარჯვება ნამდვილად. ანი არის ფინალში. 1 2 ხელი მოტეხა სამწუხაროდ. 1-0 არა. თავის კარში გაიტანა. რა რეცადა, მაგრამ ფაქტშიც გოგები უფრო ისე თამაშობენ. 2-1 ანანო გაიტანა. ვაიმე ძალიან ძლიერი დარტყმა განახორციელა. საკმაოდ საჯის როლი შეითავსა. ელენიკო ამდა გოლი გაიტანა. 3-2. ოპა, რა დარტყმა იყო, მაგრამ არ იყო გოლი. აი, სამეგროდ ეს იყო გოლი. 3-3 ანგარიში ხალხო. დახმარებებს აქვს ადგილი როგორც წესი. და საკუთარ კარში მეორე გოლი გაიტანა. 4-3. შეგრე გაისწორს პატაშავს აი ესე. 4-4. პირველივე დარტყმით ახალ შეასრულა. თამაში მის. ვინ გაიტანს? აი მე რა თამაშია? არის ხაზი. აი არა. ახლა დროით ვითომ აი მე. სახელაშვილი ანანო გახდა მეორე ფინალისტი გილოცავანა. და დაგოზაზინა ეხლა. შევახსენოთ მაყურებელს, გოგოები იბრძოლებენ მესამე ადგილისთვის და თამაში მიმდინარეობს 3 ქულამდე. მოწყოდა ხელის. შეგიძლიათ კარისკენ და 1-0. ელენიკო დაწინაურდა ბიძოდიში. 2-0. სამწუხაროდ შეიძლება ითქვას რომ ფავორიტი ხია. ლოლაძესთან შემთხვევაში. მესამე ადგილზე გავიდა ელენიკო, მეოთხე ადგილზე გავიდა თაკო, ფინალური მატჩი 5-მდე. ანი ერთი თანამდე ფინალი 5-მდე. შენ კარში. მაგრამ აი 2-0. გამივარდა. რა დაძაბული ბიძოლა მეგობრებო. ეხლა გადაწყვეტავთ. აშკარად ნავარჯიშები. აი არა? ნუ გადადიხართ თორე ერთმანეთს. არ გადავდივარ. შევარდა. 4-ია, 4-1. იქო მე რამდენი დარტყმა. დაიძაბა ძალიან. არა, თავის კარში და გამარჯვებული ყავს. ანი! გოლა! მოკლედ მეგობრებო, აჭარაბეთმა გული არავის არ დასწყვიტა და 250 ლარი თაკოს აზინეს, ინკოგნიტო ბარათის ანგარიში, 250 ლარი შენ ანგარიში. რაც იმას ნიშნავს, დამარცხებულსაც შეუძლია ამ ბარათით იკარგებოს. ანანოს მეორე ადგილი დაიმსახურე, რეშისაც მიიღე 500 ლარი ინკოგნიტო ბარათზე. ხო, ანი ლოგიკურად მიიღო 1000 ლარი. ესეც საიდეთ შეიძლება. გამარჯვებული, კარგად დავაფიქსირეთ. დადალება. სპორტმა მოუტანა 1000 ლარი აჭარაბეთის ინკოგნიტო ბარათზე. გილოცავთ მეგობრებო. შვენიერი საჩუქარი. პირველად მოვიგე სხვა შორის რაღაც და მithundes ფული. ძალიან კარგია ჩვენთან მოხდა ეს ყველაფერი. ახლა ანუ ცოტა ისეთი მომენტი, სასჯელებით დამარცხებულებისთვის გვაქვს ლოგიკურია. ხო იხალისეთ. აჭარაბეთმა კი გაგანებივრად, მაგრამ დროა ვიგემოთ დამარცხების გემო. პირველ რიგში ეს ეხება თაკოს და ელენიკოს. ამიტომ ნიკა, შემოდი და დააჯილდოვე ჩვენი მონაწილეები. მეგობრებო. ეს არის დამარცხებული თაკოს აზინასთვის. ამაში შედის ცოტათი შეიკი, ცოტათი არაყი, ცოტათი ბორჯომი, კიტრის წვენი, თავად კიტრის წვნილი და ტომატი. ვაფშე არ არის ცუდი შვენიერი და სალევია. მომეცი. ვერ დალევ ჩემი აზრით მართლა. დრო აქვს 5 წუთი. თქვენ იმდენად დაკვირვებთ, რომ შეიძლება გადაყლაპოთ და თუნი ძალიან კაი. ხო? ცოტა კი დაყება კიტრის წვენი. იმის წვენი. ვაფშე არ არის ხახლა ცუდი. მესამე ადგილსა გადაეცემა ნიკოლოზ. აირჩევრით იწინდა და 3 ცალი ფჩხილი უნდა მოიჭრა ბოლომდე, ანუ და გამოგიჩნდეს კანი. ვაიმე. ვაიმე. ად მოკლედ.
აი. ბრავო, ელენიკო. ჩავიბარო. ბრავო, ელენიკო. დაალაგეთ ჭხილები. ძალიან კარგია. ჩვენ რა შეასრულო. სულ გაქვს 5 წუთი წამზომი ჩაირთო. არ შემისხას. თავიდან სხვა შეს. გუგუებია მაგრებია. საკო, დავაი, არ დანებდე მართლა. 5 წუთი გაქვს. ჯერ 14 წამი გავუძაღადო. დედას მეცავა. ვეღარ გზნობ, იცი გემოს ხუზე რო იჭერ ხელს, გემოს ვერ გზნობ. 1 წუთი. სამართულია მართლა არ არის გემრიელი. ზოგადად ფაღარათო ლოგმა გვიდგარო თუ ამას ბოლომდე მიდი დროს კარგად და იქიდე. მეტი გაგზელება. მართლა ვეღარ დალევმელი და ჯობია ერთიანად მოიყუდო და მერე დაისვენე. 5 და 30 წამი არის გასული მხოლოდ და მხოლოდ 3 წუთი გაქვს დარჩენილი. და შავეკიდები და შეჭამა, იმიტომ რომ შავეკიდები. აი თორიკა ვაიმე ბაკი. მიდი დახერა, აი ახალდე იყო. ხოდა ეგ არის თავარი. ღერთო ფუნჯერო ეს. თაკო, ხო შავეკიდები და შეჭამა. რა გინდა შენ დამანებე თავი? შენ თქვი არ ვიდომთ არავისო. მიდი, ყოჩა. ცოტა დარჩა. აი რაც უფრო მეცვას, უფრო რთულია, დამიჯერეთ ხალხო. ხო, გული მერევა. ლოგიკურია, მაგრამ შეძლებ. კარგად მიდიხარ ძალიან. მიდი დავაი. ერთი ამოსულ თქვაც. წუთი და 30 წამი დაქვს. რაც უფრო ცოტა რჩება, უფრო და უფრო რთულდება. არა, დრო აქვს. გაქვს დრო არის ჩქარ. მიდი, 40 წამი, ცოტაც. მოიყუდე ერთი ცხრზე ხელი მოიკიდე და მიდი, ერთის. ერთის მიდი. ამდენი რისთვის დალიე? რამდენი წამია გერჩენი? 40 წამი გაქვს. ო, ჯერ, აი ეგრე, კიდე ერთი. არქნა, ერთი დაგჭა. არ ჩაგითვლიან. ერთი ყლუპი და 30 წამი დარჩა. კარგი. თაკომ შეზო. ამჯერა რომ ეს საზღვრება დაუნია. ბრავო, აი. გოგოებო, ძალიან მაგრად მიდიხართ. აი ეხაც კი აქ მაქვს. ცოტა ხანში გაგივლის. მერვე საათია მიმდინარეობს გადაღება და კვლავ ყველა მოთამაშე ადგილზეა. ამიტომ გვჭირდება ცოტათი განმუხტვა კვლავ ჩვენი შოუ პროგრამის ერთ-ერთი მთავარი წამყვანი ფიგურა გიგლა ჭყონია. ზოგადად ჩვენი ილუზიონისტები კარტს თაყვანს ავრცენ. მათ ვიმონებთ ჩვენ და კარტებით ისევ მანიპულირებთ. აპლოდისმენტები, როგორ აჩეხა კარტი. დიდი მადლობა გუგა უკვე. აი ტუზაგური ხო მაგალითად. ეს ცოტა წინა მოწევა. ამ ტუზაგურს ვიღებ, დებ შუაში, შეწიო ამ შუაში. არ არის ტუზაგური. ყველა კერძს თითქმის ჭირდება მარილი. თუკი ჩვენ გადავწყვიტეთ რომ კერძს მოვაყაროთ მარილი, კარგად შევურიოთ და გადავწყვიტეთ რომ ეს მარილი არის ძალიან ბევრი, შეგვიძლია გავაქროთ ის. გავაქროთ, მაგრამ გამოვაჩინეთ ის. მაგრამ ისევ ჩავყაროთ. კინოში ჩაყარე ხა. რას ჩავყარე? სათითეში. სათითეში. ქვევიდან ჩანს რაც არის. რა არის? ჩამოიწია. შენ თოთ გაგეპარა. სათითი აბარა. ნინჯის ამდენად საოცარი ილუზიონისტი. უღრმესი მადლობა. გავაცილოთ. სათითი დაგჭა. მოკლედ და კონკრეტულად, გოგოებო, ეს არის რიგით მეხუთე. ბოლო რაუნდი არის გადამწყვეტ შეჯიბრამდე. 4 ლანგარი, 4 კერძი, დაიწყეთ არჩევა. მითხარით მოგაწვით თუ გინდა? მე გმინდა. არავინ არ აირჩია ეს. 1 2 3 შენ შეხვდა საჩუქარი, მოდი ავხსნათ რა არის ეს საჩუქარი. ანანოს შეხვდა სპორტ კომპლექსი ნეპტუნი, რომელიც რადისონს ეკუთვნის ერთთვიანი ულიმიტო აბონემენტი აუზისა. ყველაზე პრესტიჟული, ასე ვთქვათ, იმას რა ბედია. წინაზეც კარგ რაღაცას ირჩევდა, ეხაც კარგია. ანუ ანანოს ვაფშე არ უთამაშია და რა ხდება ვერ გავიგე. ეს არის ორაგული სტეიკი, ვარაზის ორაგული სტეიკი.
ეს ყველაფერი გვაქვს ჩვენი ძალიან საყვარელი და ერთგული პარტნიორისგან ოფუდოსგან. დიდი მადლობა ოფუდოს რომ დაასაჩუქრა ანანო და ესეთი გემრიელი საკვები გამოუტანა ელენე. ხახტო, ეს ძალიან უნდა ვჭამო? ეგ უნდა მიირთვა, იქამდე სარა მიჩნევა და დანარჩენი უნდა ჩუპაჩუპსივით. აი ეს რა არის? გველივით რო გდია. ეს ამარინადებული რვაფეხა, რომელიც კერძია და მიირთვა. თქვენ გაქვთ 5 წუთი იმისთვის რომ მიირთვა. მეგობრებო, არ დაგავიწყდეთ, გამოიწეროთ ჩვენი არქი და დაალაიქოთ ეს ვიდეო. მე მგონი, მისახურეთ ეს ვიდეო, favor likes, გაიხარეთ. ვაწამებ, შო. მიდი, ვსო. შო, გადაყლაპო მე შეგიძლია. ანი ნამდვილად დაღრღნა და ამუშავა. ნაკოსტებში მოპრიალებულია. მიულოცოთ გოგოებს უკვე ფინალში გადავიდნენ ყველანი. გილოცავთ გოგოებო, მე ნამდვილად არ მეგონა რომ ყველა ფინალში გადავიდო და ერთ-ერთი მაინც მეგონა რომ სუსტი იქნებოდა, მაგრამ არა 10000 ეს ის თანხა, რაზეც უარს ვერ ამბობ. ეს არის ის ფინალი, რომელსაც გადაყავხართ თავარ მოვლენაზე, ეს არის 10000-იანი ბრძოლის ფინალური ტური. დანარჩენ წესებზე კლავინდებურად ნიკოლო ზვასაძე დაგველაპარაკე. მეგობრებო, თქვენ გაქვთ 4 კონტეინერი და 4 სათლელი მოწყობილობა. 4-ვე მონაწილე მიიღებს თითო კილო კარტოფილს. თუ შეიძლება. ჩვეულებრივ კარტოფილს. ყოველი გათლილი კარტოფილი შემოწმდება ინდივიდუალურად ჩვენს მიერ. თუ თქვენი კარტოფილი ვერ აკმაყოფილებს კარგად გათლილ კულტურულ შედეგს, დაგიბრუნებთ უკან. გამარჯვებული გახდება ის, ვინც 6-ვე ხარისხიანად გათლილ კარტოფილს მოათავსებს მასთან მდებარე კონტეინერში. 1 2 3 და აუცილებლად გადამოწდება ყველაფერი. შევახსენოთ მაყურებელს, რომ დანით გაცილებით რთულია ვიდრე სათლელით და ამიტომ სპეციალურად არ გამოვიყენეთ ეს ინსტრუმენტი. მე მიჩვენე. old school-ია და მეორე სესმიდის უბრალოდ სარაბკები აქვს თორნიკა უნდა თქვა. დარწმულია. გასულებს. უკვე რაღაცა კარტოფილებს შეეთყო. თიც დავიჭრი, ზუსტად ვიცი, ვენებს გადმოვყრე. მე ვენებს გადმოყრე. საზინა კარგად მიდის, შეიძლება ითქვა. არ მეგონა თუ ჩემი ზარეულის ქილები და აი, ელენიკოს აუცილებლად უნდა დაუფასდეს ის შრომა, ყველა დეტალს აბსოლუტურად. დავატირე. აკეთ ორი და. საზინა მიდის საკაიფოდ. ანის მესამეს თვლის მართალია ცოტა კანსაყვალეს, მაგრამ შენ ბოლოს შევხედავ. არანო აბაგზე წავიდა ნახევარ კარტოფილს დაჭრის. ხელი დამეჟა. გაფრთხილება ყვითელი ბარათი აუცილებლად. საზინა ხარისხიანად აკეთე. შევმოწმე ყველაფერი. თორნიკე ვამოწმე ყველაფერი ჯერჯერობით. კარგად მიდის შენ. აი, მას ერთი დარჩა ხო არ გადაო, რა იქ. ო, ერთი დარჩა და კარტოფილზე. ავტომატურად საზინა იგებს შეიძლება ითქვას. რაღა დარჩა. თავარი ეხა ხარისხები გადავამოწმოთ. ეს რაღაცა მიმოწმეთ ბარემ. გადამოწმებული აქვს აბსოლუტურად. აჰა, აი ამასაც ამოვჭა. კაიანია. გამარჯვებული ყავს. შეჩერდი. მარჯერა. აპლოდისმენტები მეგობრებო ყველას. საზინა მოიგო. აი, რაც ვირსეული გამარჯვებული ყავს ნამდვილად. იბრძოლა, იომა, იწვალა და გადავიდა ფინალში. ვიცოდი ფულის სიღრმეში რა დამიფასე. კარტოფილის დათვაში რო წააგებოდა. კარტოფილი რამდენი რა მოჭრილი ამოგვადე? 9 ჭრილი. კარგია რომ აჭარაბეთმა გულდაწყვეტილი არავინ არ დატოვა მე რო ვადელში მივდივარ. აუ ნახე რა მაგარი განაცხადა. 1000 ლარი მოვიგე. 1000 ლარი სასტუმრო ნებისმიერი მაგარი აუზი თანხაც იდეალურად განაწილდა ყველაფერი. თან ერთად იქნება ნიკასთან, ზიპერასთან და შენიქნები ფინალში. აუ რა მაგარი. თაკო არის ერთ-ერთი ძლიერესი მონაწილე. ან ისეთი რაღაც ძალიან ხარ მე ვერ დავლევ. ვასა. და კიდე ერთი იქნება. ზიფირას იყავით ჩემთან. კიდევ ერთი მონაწილე დაემატება ამ სამეულს და 4 ადამიანი უკვე იბრძოლებს ნამდვილად 10000 ლარი. ნახოთ. მეგობრებო, გამოიწერეთ Hungry-Man-ის YouTube-ის არხი. ძალიან მაგარი ბიჭები არიან, ძალიან კარგი გადაცემა აქვს და აუცილებლად დამილოდეთ ფინალში. შეშელა